ისე არ გამიგოთ ახლა სხვანაირად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მინდა ერთი იდეა მივაწოდო, ძალიან მნიშვნელოვანი. აგერ მოვდივარ და წვიმამ წამომეწია და ვიფიქრე კაცო ეს ახლა გაკოტრებული კაცი არის რა, ყველანაირად და მაინც ახლა მამულიშვილი კაცი არის. ხო და ისა წვიმა რო გავყიდოთ, ქართული წვიმა. რაღაცნაირად თურმე კარგი კრისტალული შემადგენლობა გქონია და ახლა ავით მიწას ვყიდით, სამშობლოს ვყიდით, რა პრობლემა არის, ახლა მიწის გაყიდვა, ხო არაფერი არის ქართულისთვის, მაგე ხმას არ ვიღებთ. წყნარად და მოდი წვიმაც გავყიდოთ, მაგის დედავატი. მაგარი აი ქართული წვიმა რო გაიყიდება, მაგალითად ახლა სახარაში საერთოდ არ მოდის წვიმა. ის არაბული ქვეყნები რო არის და ისინი ახლა იქ წვიმა უჭირთ, მაგალითად ძალიან უჭირთ ეს წვიმა და საქართველოს კაცო ხანდახან კოკისპირულად რო გადმოგაშარდავს ბიზინა თავზე საზიზღარი წვიმა არის. გავყიდოთ ეს წვიმა, ახლა შენ კი ვიწაკი გაყიდე, მაგრამ წვიმა კი არ გაგიყიდია. ხო და მე ეს ბიზნეს იდეა შენ შემოგთავაზე. წვიმის გაყიდვა, აბა დაფიქრდი? აგერ შენ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში რა, შენ რო ყოველ დღე აძლევ ერდოღანს ერთ ადგილს, თურქეთის მერს განაჩენი გამოუტანეს, რომელიც 2300 წლით ითვალისწინებს პატიმრობას. ეს კაი იდეაა, დაიმახსოვრე რა. ვინც დაგასწრებს წვიმის გაყიდვას, ადექი და მაგდენი მიუსაჯე. მე მაგალითად პროსტო არ შემეძლო ახლა შვეიცარიის ბანკებში და იმებში შენ ის რო გაქვს, რა ქვია, ფული დაგიყადაღეს და არ გაძლევენ რა. ის უსინდისოები, ადექი და გაყიდე, კაცო, წვიმა. რა პრობლემაა? წვიმა ბევრ რაღაცას შველის, წყალათაც დაილევა, აი დალიევს ახლა სახარაში და არაბეთში და იმაში. მაგი არა, მაგის დედავატირე. ძალიან მაგრად უჭირთი იქ, რა წყალს ფილტრავენ, თუ აქვთ რამე. აგერ ქართულ წვიმას გაყიდი. აი, იქნები წარმატებული ტიპი. გიფიქრე მაგაზე, მაგარი იდეა არის. შენ ყველაფერი გამოგივა, მე მჯერავს, სანამდე დაგიყადაღებენ მაგ იდეას, ჯობია გაყიდე. ქართული წვიმა. კოკისპირულად.